საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ელისეის სასახლეში ჩატარებულ მსურველთა კოალიციის სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინაში საერთო ევროპული კონტინგენტის გაგზავნაზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ემანუელ მაკრონის განმარტებით იქ რამდენიმე ქვეყნის სამხედროები მაინც ჩავლენ. 31 ქვეყნის დელეგაცია პარიზში 27 მარტს უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად ჩაფრინდა. სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი ზეწოლის პარალელურად უკრაინისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გარანტიები, რომლებიც ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში კიევს ხელახალი რუსული აგრესიის თავიდან აცილებაში დაეხმარება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მზადაა მშვიდობისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მხარი დაუჭიროს, თუმცა იმ პირობით თუ ეცოდინება რა დევს სასწორზე და რა გარანტიები იარსებებს უკრაინისთვის. უსაფრთხოების გარანტიად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები უკრაინაში ევროპული კონტინგენტის გაგზავნას განიხილავდნენ. მათი თქმით, უკრაინის მნიშვნელოვან ქალაქებსა და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე ევროპული ძალების განლაგება რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა. ამაზრს მოსკოვი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. რუსი მაღალჩინოსნები განმარტავდნენ, რომ ევროპელი ჯარისკაცების უკრაინაში ნებისმიერი სახით განლაგება რუსეთისთვის წითელი ხაზი იყო, თუმცა როგორც პარიზის გუშინდელ სამიტზე გამოჩნდა, ამ საკითხზე ერთსულოვნება არც ევროპელ ლიდერებს აქვთ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განმარტავს იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ევროპელი ჯარისკაცები უკრაინაში განლაგდებიან. ეს კონტინგენტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ფრანგულ-ბრიტანული განხილვის საგანი იყო, არ უნდა გავაიგივოთ სამშვიდობოებთან. მე გუშინ თქვენს ერთ-ერთ კოლეგას ამ საკითხზე უკვე ვუპასუხე. ეს ძალები არ იქნებიან ფრონტის წინახაზე და ისინი არ ჩაანაცვლებენ უკრაინელ სამხედროებს. თუმცა ეს კონტინგენტი ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნებიდან იქნება, რადგან ამ საკითხზე ერთსულოვნება არაა. ზოგიერთ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ზოგსაც ამის გაკეთების საშუალებას პოლიტიკური კონტექსტი ან შეთანხმება არ აძლევს, მაგრამ ეს ძალები შესაძლოა იყვნენ გარკვეულ სტრატეგიულ ადგილებზე, რომლებიც უკრაინელებთან წინასწარ იქნებიან შეთანხმებული და უზრუნველყოფს ევროპელთა გრძელვადიან მხარდაჭერას, ისევე როგორც ეს იქნება პოტენციური შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის. უკრაინაში კონტინგენტის გაგზავნის იდეას არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწონებს. ამასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი აქვს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება. საუკეთესოს იმედი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ყველაზე ცუდისთვის მოემზადეთ. ამრიგად ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები გვერდით დაგვიდგებიან. სურს, რომ ამერიკელებმა მხარი დაგვიჭირონ ან თუნდაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, რადგან ეს კარგია ევროპელი მოკავშირეებისთვის, ნატოსთვისა და ყველა ჩვენთაგანისთვის. თუმცა მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ შეერთებული შტატების შესაძლოა აღარ შემოგვიერთდეს. ორივე სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვერ ვიტყვით, რომ თუ ამერიკელები არ შემოგვიერთდებიან, არაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ამერიკელების გარეშე არ შეიძლება იყოს მყარი, გრძელვადიანი მშვიდობა. ამიტომაც გითხარით რამდენიმე კვირის წინ, რომ ვიმყოფებით ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ უნდა მოვემზადოთ იმ სცენარისთვის, რომელიც შესაძლებელია, მაგრამ არ გვსურს. ამისთვის სრულად მარტო უნდა ვიმოქმედოთ, საკუთარი თავისთვის. კონტინგენტის გაგზავნისგან განსხვავებით, ევროპელმა ლიდერებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება უარი თქვან რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე. ემანუელ მაკრონი და გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებენ, რომ ამ ვითარებაში სანქციების მოხსნა შეცდომა იქნება. მოსაზრებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იზიარებს. სანქციების შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება. სანქციები უნდა გაგრძელდეს და მომავალში გაფართოვდეს. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია უკრაინის სამომავლო მხარდაჭერაზე. არ აქვს აზრი სანქციების დასრულებას, ვიდრე მშვიდობა არაა მიღწეული. სამწუხაროდ, ამჟამად მისგან შორს ვართ. ჩვენ ვიხილეთ თუ სადამდე მივიდა მოლაპარაკებები. დასრულების შემდეგ რუსეთი ყოველჯერზე ახალი პირობით გამოდის. ამისგან კი ძალიან ნათელი დასკვნა გამომდინარეობს, რომ რუსეთი ამჟამად არ არის დაინტერესებული რეალური მშვიდობით. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას. ეს მოემსახურება უკეთეს შესაძლებლობას უკრაინისთვის, რაც მთავარია სამართლიან მშვიდობას. დელეგაციებმა უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ვალდებულება იკისრეს. კერძოდ, საფრანგეთი უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს დახმარებას გამოყოფს, რაც მოიცავს სუბუქ ტანკებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსაც. ემანუელ მაკრონმა რამდენჯერმე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ უკრაინის არმიის გაძლიერება პრიორიტეტულია, რადგან სწორედ ეს არმიაა კოლექტიური უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი. სამიტის მიმდინარეობის პარალელურად საოკუპაციო ძალები თავს ესხმოდნენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს. რუსული უპილოტოების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.